მე თუ რაღაც ცხოვრების ესეთი სტილი მაქვს, სადაც არის უფრო მეტი ქაოსი ვიდრე სტრუქტურა, მე თუ ცხოვრების ესეთი სტილი მაქვს, სადაც პასუხისმგებლობებს ვირიდებ თავიდან, თუ ჩემი მექანიზმი მოქმედების ურთიერთობებში, თუნდაც თანამშრომლობითში, მეგობრულში, პარტნიორულში, ცოლ-ქმრულში არის არიდება, გაქცევა, იზოლაციაში წასვლა, გაურკვევლობაში დატოვება ადამიანის და ბავშვი ამას ესწრება, ცოტა ისე დიდურ საკითხებზე ვლაპარაკობ ახლა ხო, მოზარდებისთვის რაც არის აქტუალური იგივე ურთიერთობებში, მეგობრულ ურთიერთობებში რატო არის ხოლმე სირთულეები, ხო? თუ ამას ვერ ხედავს, მე როგორ ვრეაგირებ ჩემი ცხოვრებისეულ მოვლენებზე და მე თუ არასოდეს არ ვუყვები ბავშვს იმის მიღმა, რასაც ხედავს, რას გრძნობ, ოღონდ გრძნობების მანიფესტირებით, აი ესე არა, ფაქტობრივი ინფორმაციით, არა მხოლოდ, რომ აი ჩემთან ეს ხდება და ეს არა. მე რას გრძნობ ამ დროს, თქვათ აი თუნდაც აი რა პასუხისმგებლობისგან მინდოდა გაქცევა და არ გავიქეცი საბოლოოდ დავრჩი და როგორ ვირეაგირე ამაზე, აი ამას თუ ვუზიარებ და რეალურად ეს გულწრფელობის ამბავი არის, რა თუ მე ესეთი საუბრები ხშირად მაქვს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, ანუ არაფერი არ რჩება იქ, რაც ტოვებს პასუხისმგებლობების არიდების თემას რა.